მადლობა მეგობრებო. როგორ ხართ? ნაშვებით. ისე ძალიან დავიღალე უკვე აი ამ საჭმელის ფიქრით. რა გავაკეთო, რა მოუმზადო მithumetesat ბავშვებს, რომლებიც ყველაფერს არ ჭამენ. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? ბავშვები კი არ ჭამენ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ ხო გვინდა რაღაცა სეზონური. ამიტომ ვიყიდე ბადრიჯანი, ცოტა ვიყიდე, გაგეცინებათ ახლა, მაგრამ ორნაბიჯი შევედი ჯერ, იმიტომ რომ იქ უფრო მეგულება ხოლმე რაღაც აქციები, მაგრამ დიდათ არაფერი აქცია არ იყო დღეს. ამიტომ 3 ცალი ბადრიჯანი ვიყიდე ორნაბიჯში და კიდე 3 ცალი ვიყიდე ლივრეში. 3.75 ვიყიდე იქაც და იქაც. კიდე ვიყიდე კამა. ცოტა ახალი კარტოფილი მაქვს და გავაკეთებ კამით. ვიყიდე კიდე პური, გაჭრილი. ხო, სხვათა შორის მეგობრებო, დღეს ჩამოდიან ჩვენი გოგოების საღამოში, ჩამოვლენ სავარაუდოდ დაღლილები. და აი რა გავუკეთო მეთქი, სალომეს ძალიან უყვარს ფენოვანი ხაჭაპური. და ვიყიდე ფენოვანი ცომი, გავუკეთებ ფენოვან ხაჭაპურს, ბავშვებიც ისე ამოვნებენ. მეც მიყვარს და მეც შევჭამ. ამ ბადრიჯის სხვათა შორის არ გითხარით, ვაკეთებ დიდი არაფერი, ჩვეულებრივად როგორც გვიყვარს, დავჭრი გრძლად, ცოტას მარილს დავაყრი, წვენს გამოუშვებს, თავის ისე ცუდ გემოს და მერე შევბრაწავ ნივრით და მწვანილით. უყიდე ბავშვებს ერთს არა, ყველას უყვართ პრინციპში. მე როგორღა გადავაჩვიო ამ კალბასისგან არ ვიცი, ესე იგი ისე ძალიან უყვართ, ზეხო ისე ძალიან უყვართ, რომ აი არ ვიცი. განსაკუთრებით თემუკას, მაგრამ ჩემებსაც ძალიან უყვართ. ისე უყვართ, რომ აი ყოველდღიურად დილიდან ბუტერბროდი რო არ ჭამონ ზეხვით, აი არ ვიცი, ალბათ რაღაცა დაიმართებათ. ჩუდოს იოგურტები, 3 ცალი. თემუკას არ უყვარს და მაგიტო. კამილამ თავისთვის იყიდა Kinder Joy. რა კოლექციის არის და ის Minecraft-ი. Minecraft-ის კოლექციის. დამცა არ ჩანს Minecraft. მიყვარს იქ. იყიდე ძე სოფლის ნაბადის. და გავხსნა მე რეკორდში და გადავიღო. და იყიდე კიდე კარტოფილი ფრი, სალომეს უყვარს მაგრა. ამის გარდა კიდე და კარტოფილი რა ვიყიდე. ამას ახლა მივხვიდე. ერთი დაჭრილი ვიყიდე ორნაბიჯში, მეორე ვიყიდე ლიბრეში. ეს უფრო სკლად არის დაჭრილი, არის საუნას რომელი უფრო უყვარს. ვიყიდე 1 კილო ყველი კიდე უფრო მეტია, კილოზე უფრო მეტი. ბოთანში. ვიყიდე საცხობში, აი ესეთი გემრიელი. ძალიან გემრიელი. ძალიან გემრიელი, კამილას ძალიან უყვარს. ანუ აქ არის შევლით ის ვარონას გუშონკა როგორ არის ქართულად? ხაშულის გუშონი და ესეთი და პეჩენიასავით არის. ბილი პეჩენიასავით. გემრიელი სუნი აქვს. ძალიან გემრიელია, ძალიან უყვარს. კაკლები, გირჩები, უпростоრად გირჩები. 9 კილო ვიყიდე, კილო და 9 ლარი. ძალიან გემრიელებია. ასევე ვიყიდე ფენოვანი ცომი, დღეს ფენოვანი ცომზე არცად არ იყო აქცია. ამიტომ ვიყიდე ვიდგორის ფენოვანი ცომი კარგია. 800 რა. 800 გრამი. კიდევ 3 ცალი ბადრიჯანი. კიდევ რაღაცეები გვაქვს და 3 ცალი ღრუბელი ვიყიდე, აღარა მაქვს უკვე მიფუჭდება და მოკლედ აი ესეთი შენაძენი. ახლა მაქვს ახალი კარტოფილი, უნდა კარგად გავრეცხო, დავჭრა და კანიანად შევბრაცხო. მიფიქრე დღეს ხوار გავუკეთო მეთქი ბავშვებს სუპი, მაგრამ დღეს არ გავუკეთებ, ხვალ გავუკეთებ, რადგან გუშინ გავაკეთე ფლავი. ჯერ კიდევ არის, ეხლა შევბრაწავ კარტოფილს და შევბრაწავ კიდევ ბადრიჯანს და გემრიელად შევკმაზავ. რა ვიცი, და საღამოსკენ გავაკეთებ ხაჭაპურს. მე მგონი დღეისთვის საკმარისი იქნება.
კიტრი პამიდორიც მაქვს. და ხვალ კიდე ხვალიზე ხვალ ვიფიქროთ. აი ეს მეგობრებო ჯერჯერობით თანდათან კეთებაში კამილა გადამიღებს. მე მგონი თუ ხასიათზე იქნება, რაღაცა ვერ არის ხასიათზე ეს დღეები, არ ვიცი, გუშინდა დღეს. გუშინ ისე შემაშინა საღამოსკენ, თავი მტკივა, მუცელი მტკივა, ვერ ვარ კარგად. ვაიმე ის ერთი რამდენიმეჯერ თავი მტკივა, ნუროფენი დავალევინე, მაგრამ რაღაცა ვერ იყო მაინც ხასიათზე. მე კალთაში ჩავისვი და ჩაეძინა, მაგრამ სულ შუბლზე მქონდა ხელი, პატარა რაღაცა თასი დავიდგი მეთქი, შემთხვევით მეთქი რაღაცა არ წამოვიდეს ახლა და არ მინდა ხარ ვახსნა ისე. ხო და მეთქი რა ვიცი, მაინც ცოტა არ გახდეს ბავშვი თქო და ესე სადღაც პირველ საათამდე ესე ვიჯექი მაგასთან ერთად, მე მასთან ერთად დავიძინე რაღაც აქ დაიმართოს მეთქი. რა მეთქო მაინც და დილით მაინც სკოლაში არ გავუში, მაგრამ არც დღეს არ მომწონს მისი ხასიათი. დღესაც ძალიან ესეთი მიშვებულია, უხასიათოდ არის რაღაც. ნახოთ როგორ იქნება, შეიძლება ხვალეც არ გავუშვა. სხვათა შორის მისი დამრიგებელი შემხვდა ახლა ლიბრეში და ძალიან ვიქო ბავშვი, როგორია მეთქი სკოლაში და ძალიან კარგი გოგოა მეთქი და ძალიან კარგი გოგოაო მითხრა მასწავლებელმა და რა ვიცი, ნეტა ყველა იყოს ესეთიო, მიქეს ძალიან და ძალიან გამიხარდა. ესეთია დედიკოს გულის გამხარებელი. ყველაზე ძალიან მემაქებს. აი ეს ბავშვი. ყველაზე ძალიან მემაქებს კლასიდან მგონი. მართლა დე, როგორ მიხარი ხარ? მადლობა დე. აი თვალის ქვეშაც ჩავარდნილი აქვს, გაწითლებული აქვს, რაღაცა ვერ არის, მაინც ხასიათზე, მაინც გავიყვანე გარეთ ჰაერზე მეთქი ცოტა გავასეირნა. და გავხსნა. ეს იცი გახსენე აქ და მაჩვენებია რა. 3 2 1 go გავხსნა. დაგიხმარო. აბა, რა Minecraft-ი. სათამაშოს ნაცეგარა. აი ხოიკა. აბა 3 2 ვინ არის რა ქვია მას? არიცი? სიმართლე არ მახსოვს, მაგრამ მას კაიეცა. ახალი კოლექცია ხო? ეხლა კიდე ესენი, რისთვის გინდათ ერთი ვიცოდე? დაცა ნახო, რა ქვია ამას თუ წერია. აი ესეთი ადამიანია. მართლა Minecraft-ია. ესე იგი, ხოიკიც დავიკიდე შეიძლება. აი ეს. არა. ეს არ არის? ეგ არის. ეგ ის ცხოველია. ეს ცხოველია. სად არის ეგ ადამიანი? მაშაკ არ არის? აი, უბრალოდ ხატია. არ წერია ვინ არის? შეიძლება კიდე არის, უბრალოდ ეს ყველაზე მაგრებია შეიძლება. მაჩვენე. ანუ უფრო ის აქ ხარ წერია ვინ არის? აურატო არ წერია ვინ არის? მეცება გავადიდე. არა წერია, უბრალოდ ნომერია. რაღაცა კვასო არის მარტო. ჩანთაზე დავიკიდებ. კამილა. ჩანთაზე დავიკიდებ. ჩანთაზე დაიკიდებ, ძალიან კარგი. აი ხატია. აი შეიძლება დაიკიდე ხო? ხო. აბა ეხლა აბა თუ გამოგივა. ეხა საჭმელი. მან კიდე ორი ბუშტია? ხო. შენი საყვარელი ხოდე? ძანგიყვარს? ას. ვიღებ ყავს ესე ცოტათი მღუნავთ. და ესე. გამრიალა ჭამ. ელარჩი მოდივარდეს. ой, მე რა ხლაკოს. Вкусно. დიდი კოში. უხასიათოდ ლოყალ. ნეტა ყველა მასეთი იყოსო ესე მითხრა, ვაი, ველოგოლი გამიხარდა დე. ჩემი გამხარებლები, ერთიც და მეორეც. ძალიან გიმრიელია. გასინჯო გინდა? არა დე, შენ ჭამე. მოგეწონა? ხო. მოდი ახლა მე ამეებს მოვაწესრიგებ, დავალაგებ. და მე ცოტა დაგასვენებ ამასობაში ცოტას და მე შენ გადამიღე კიდე, კაი? ციმინამაზი.
აი მეგობრებო, გავასუფთავე ჩვენი ბადრიჯანი. ლევანის საერთოდ არ უყარს შავი კანი რო რჩება, ამიტომ სუფთრიანად გავასუფთავე. ახლა დავუჭრით ხლად. მერე შევბრაწავ. ცოტას დავაცდი სანამ ეს თავისი ესეთი გორიკი როგორ არის ქართულად? მჟავი. არა. მითხარით როგორ არის მჟავი. არ არის მჟავი, მჟავი კისლია. სანამ ეს გორიკი გემო გამოუვა, და გავახებ. აი როგორ დაჭრა უკვე. და ესეთი გასუფთავებულები ახლა დავჭერი მოვაყარეთ მარილი. აი სადღაც აი ესეთი სიგანის უნდა იყოს. კიდე დავაყაროთ, უფრო სწორედ დავალაგოთ და კიდე მოვაყაროთ. და ეს უნდა გავაკეთოთ ფენა. აი, ამაზე მე გემრიელად შევჭამოთ, შევახრამუნოთ თან. წვანილების მაქვს ახალი ნაყიდი, ნიორიც მაქვს. სუნელები, რა ვიცი, თქვენ როგორც გიყვართ, მე ვთვლი რომ სვანური მარილის მოუხდება. ეს ერთი იგივე ვუქნათ აი ამ ერთად და ესენიც იგივენაირად დავჭერთ. მოდი ცოტა ხანი აივანზე ჩავისუნთქოთ ჰაერი, მაგრამ აქაც უკვე გრილა. საკმაოდ არეული ამინდია დღეს, დილიდან არ აუშავდა. მერე ვიგრძენი რომ ცოტა უკვე ხარია და ეხლა უკვე წინც კლავს. წვანილის ქალი იქ აღარ არის. იქ არის და არა. წინ ყავდა. მილენა მოვა და თუ ძალიან წვიმა არ იქნება გავგზავნე წვანილზე. წვანილი მინდა. შეიძლება საკმაოდ სამწუხაროდ. მეგონა რომ მქონდა, მაგრამ გამიფუჭდა რაც მქონდა ის მოცივარში. დედა რაც იყიდე დრაიყო. მე თვითონ ხო არ ჩავირბინო უცებ სანამ არ აწვიმდა. ნეტა მე თვითონ ხო არ ჩავირბინო. მოდი ძალიან სწრაფად მე თვითონ ჩავირბენ, მე რომ მილენაც სოდოა ცუდი ამინდია. რაღაც გემო. იმეზარება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ისი გემო. არ ვარგა. მოდი ვიყიდი ერთი ლარის ვიყიდი ქინძი და პეტრუშკაც მინდა, იმიტომ რომ სალათისთვისაც მინდა და მე მგონი ბადრიჯნისთვისაც არ მეყოფა, გავიქცევი მე უცებ მიდენა მეწოდება წვიმაში. აი მე 500 ჯერ გამიცივდა უკვე ყავა. აი ეს ხო ჭამას არ მაცლის, სანამ ესე კი დავჯდები, კი არა და საკმარისი აი აქ გამოვიარო. ეს ჩვენი ზღვის გოჭი ეგრევე იწყებს. დავიდე ყავა. იმის მერე ჩავედი მწვანილიც ვიყიდე, იმის მერე რაღაცები კიდე გავაკეთე სამზარეულოში და მე მგონი მთლად ცივი ყავა, ცხელი კი არა. კამილამ დამიდო თავისი ნახევარი, არ ვიცი რაღაცა ცუდი გემო აქვს, რატო აქვს ცუდი გემო ვერ გავიგე. ნეტა ძველი ხო არ არის, ნახოთ აბა. წეღან რომელიც გასინჯის ხო კარგი იყო. ნუ გაკ. არაფრის გემო არ აქვს. ჩემსია. არა, ცუდი გემო ნამდვილად არ აქვს. არა და შეიძლება ტკბილი ჩუდო ხო არ ქონდა დარეული მანამდე. წეღან ჩავდივარ ლიფტში და ერთი გოგო ციდგა კიდე თეონას მეზობელი. ლიფტში უკვე ზემოდან ჩამოდიოდა. შემომხედა და მიყურა, მერე შემომხედა და თმები როდი შეიღებეო. მეთქი მივხვდი ეგრევე რომ თეონას შევეშალე თეონასი და
მეთქი მეთეონა არა ვარ მეთქი მეთეონას დავართქო და ვაიმე მე კიდევ ფიქრობ როდი შეიღება ცუდი არ არის ნამდვილად ნახეთ ამდენი გუშუნია შეგ შევეშალე ხო ეხლა მოვლენ ჩვენი მოსწავლეები სავარაუდოდ ჯერ თემუკა მოვა და მე მილენა უკვე ეხლა უნდა მოვიდეს მე მგონი 4-ზე Да ну вы вообще не похожи. ვიცი უცხო თვალი რო გიყურებს გონიათ რომ ძალიან გავართ ერთმანეთს მაგრამ ჩემი აზრითაც არ გავართ ვიცი Вообще не похожи, вообще. 832. ძალიან მიყვარს მუხაშვილის გუშონი 690. ბავშვობიდან მახსოვს კიდე როცა ბავშვობაში საქართველოში მოვდიოდით ხოლმე ჯერ ვლადიკავკაზამდე მოვდიოდით მატარებლით ყოველთვის ჯერ ეს მოსკოვი დედაჩემი სამი ბავშვით ჩანთებით არ ვიცი ნამდვილი გმირობას ჩასდიოდა ყოველ წელს ამდენი ბავშვით სამი სუტკა მატარებელში თან ჩერეს აი ჯერ მოსკოვში უნდა ჩავსულიყავით სუტკა ნახევარი მოსკოვამდე მერე მოსკოვში ველოდებოდით მეორე მატარებელს სადღაც ხან მთელი დღეც დილიდან საღამომდე მერე კიდე მეორე მატარებელში ვიჯდებოდით და კიდე სუტკა ნახევარი მგზავრობდით Дით არა ეს ვერინგზავრობთ აბა 4-ნაირად მიდიოდი ხო და აი ნამდვილი გმირობა იყო ეხლა რომ ვუკვირდები და მახსენდება და რო ვფიქრობ რომ ნამდვილად პატარები ვიყავით ნუ მე ვიყავი 6 წლით უფროსი ჩემ ძმაზე ჩემი ძმა იყო არ ვიცი უკვე რომ დავიწყეთ მგზავრობა ალბათ 1-2-3 წლის მე რა ვიცი ხო სადღაც ეგრე შენ იყავი 9 მე ვიყავი 9 წლის თეონა იყო 8 წლის 7.5 წლის ეგრე ხო და ნუ რისი თქმა მინდა რომ აი ახლა რომ ვფიქრობ უკვე რომ ბავშვებთან ერთად სინამდვილეში რა რთულია მგზავრობა სადაც არ უნდა იყოს მით უმეტესად მატარებლით სამი ბავშვით რამდენი ყურადღება უნდა და რაღაცა ნამდვილი გმირობა მართლა რასაც დედაჩემი აკეთებდა ხო და რატო ვამბობდი ახლა ამ ყველაფერს ხო სგუშონზე გამახსენდა და საწავედი ხო და 33-ის ხო? თო 33-ის 12-იანია, 34-ის. ხო, რადგან ის 92-იანი, 34 წლის. დაიწყო და შეიძლება მანამდე. კი, მარტში აქ დაბადების დღე 34 წლის არის. ხო და მახსოვს ბავშვობაში როცა მატარებლით მგზავრობდით, ბევრი რაღაცები კი მქონდა გზაში, რაღაცა საჭმელი რაღაცა რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენი თავგადასავლები და იმდენი ისტორიები გვაქვს მარტო აი ამ გზებში მატარებლის გზებში გადატანილი რომ ეს ცალკე ვიდეოების ალბათ რა ვიცი 1-2 საათი არ მეყოფა ალბათ ყველაფრის მოყოლა რო დავიწყო და მოგიყვებით სხვათა შორის ერთხელ ხო და მახსოვს მოსკოვამდე სანამ ჩავდიოდით სავარაუდოდ ნუ არ ვიცი ზუსტად გაჩერებებზე ხო აჩერებდა ხოლმე ეს მატარებელი და სადღაც 2 წუთიანი, 3 წუთიანი, 5 წუთიანი გაჩერებები რო იყო. ბებიები იდგნენ ხოლმე და ყიდიდნენ ტრუბოჩკებს მოხარშულის გუშონით. ეს იყო რაღაცა და კიდე პერაშკებს. ბავშვობაში, ბავშვობაში როცა მართლა ძალიან ბევრი რაღაცები არ იყო ხოლმე ხა და ძალიან ბევრი ტყვილეულება არ შევებოდა. აი ეს ტრუბოჩკები მოხარშულის გუშონით იყო ჩემთვის აი რაღაცა სასწაული. რო არ მეყიდა, აი არ ვიცი. და კიდე რა შევებოდით ხოლმე. გემრიელი შოკოლადი რაც იყო ხოლმე, აი ბოლო ზაფხულამდე ბოლო თვეების განმავლობაში აი ალბათ გაზაფხულიდან დაწყებული. სახში რაც ქონდა ხოლმე გემრიელი შოკოლადი, იქიდან 2-3 ცალს ვინახავდი ხოლმე, იმისთვის რომ მე და თეოს და დათოს გემრიელად გვეჭამა გზაში. თო ამოვიღებდი ხოლმე მე ერთი პატარა ცელოფანს, სადაც idე ხოლმე რა ვიცი 15-16 კანფეტი. მაგრამ ისეთი გემრიელი იყო ხოლმე, მაგრამ რამდენი ხნისთვის ყოფნიათ? დღეში ერთ ცალს ვჭამდით ესე გემრიელად, თითო-თითოს ვაწლებდით.
დღეში ერთ საათს მაქსიმუმ 2 საათს ჭამდი ხოლმე. ის ხო რაღაცა სასწაული ვერ აგიხსენებთ ისეთ გემრიელობა იყო ხოლმე. ამდენი ხანი რო გიდო პარკში არ ფუჭდებოდა. არა, 2 თვეში რამდენი გაფუჭდეს? 2-3 თვეში. მოკლედ მეგობრებო, იქიდან მახსოვს, რომ იქიდან მიყვარს, იქიდან დაწყებული მიყვარს. მოხარშulis გუშონი ვაფილნი ტრუბაჩკაში. ერთი რაც უნდა გითხრათ. ესე იგი, დედა არის დედა. ბავშვობაში დედა იყო საუჯ. თავის მას დედას უნახავდა კონფეტებს. ეს ყოველთვის ხოთა შორის ესე მეცნიერებით არის დადასტურებული, რომ უფროსი დაიყო, ან უფროსი ძამიყო, ხშირად უფრო უფროსი და დედასავით ექცევა თავის უმცროს დაიყოს და ძამიყოს. ასე რომ მეგობრებო, ეს ნამდვილად ესეა. მილენა პატარა რო იყო პიურეს მაჭმეოდა ხოლმე მეცრო. დედიკოსავით ექცეოდა შენც ხო? დავლის ჩემი ცივი ყავა, გაციებული ყავა. ეს ნამ. თვითონ ჭამდა მე. თან რო ჯერ შენ გიდებდა და მე თვითონაც ჭამდა. ხო. და რომ აძინებდა ერთხელ. ბაიუშკის რო გიმღეროდა. ბაიუ. ნემაჟისიანა. და მე ფეხი რო გიჩანდა და რო გეუბნებოდა გიჩანს. პეკი. აი ეს როგორი შებრაწულია შეხედეთ. და მე კიდე არ ვიცი. ასეთი ფორმები არასოდეს არ გქონდა. არ ძინებდი? მაინც დაგაძინა. მაგრამ კაკლის ფორმა გვაქვს სხვათა შორის ტიუმენში ჯერაც კიდევ და დედაჩემს ამ ზაფხულს ჩამოაქვს. შუღანში ჩამოიტანს სოფელში და იქ გავაკეთეთ ხოლმე კაკლის ესენი. როგორ ჩამოიტანს? ფორმას ჩამოიტანს. ფორმა ქმისი? ხო, და გავაკეთოთ. ძალიან გემრიელი იქნება. მაინც იქ უაზროდ მიდევსო და არავინ არაფერს არ აკეთებსო და ჩამოიტან და იქ მაინც გავაკეთებ. მანამდე რატო არ ჩამოიტანა? დავიწყო. კარგი პისოჩნე პეჩენია. და გემრიელი შეთავსე. პიჩენია. პესოჩნა პიჩ. ახლა ველოდებით ჩვენს გიჟუნიებს სკოლიდან. ეხლა ცოტა სიჩუმეში ვარ ციწყნარეში. 2 ცელქუნია მოვა და მე ვიქნებით ნამდვილად კარგ დღეში. თან მანამდე ვეცდები რომ ოდნავ გაკვეთილები მაინც გავაკეთებინო, იმიტომ რომ მე ჩამოვლენ სალომე და თეონა და მე უკვე ვერაფერს არ გავაკეთებთ. შუქიანთე. რა? მე ვარ თემუკა, აბა თემუკა. დოსა? აბა რომელი თემუკა ხარ? რომელმაც ზახარჯა აცილარი სკოლა. რა მიიღე? არაფერი. კი. რა? მიიღე რამე? არა. კი ვიღე. პასტა რატო გახატია სახეზე? ამის ხოთი ორ. აგერაკ და აგერაკ. ხოთიო. შეჭამე რამე სკოლაში? კი, ერთი ლობიანი. თენ კოტუჩზე გიხატი, აგა გავიკეთე. როგორი გახარებულია ლობიანი ჭამა? მიდი, გამოიცვალე. აი, რა მომიტან? მაინც წავიღე აცილარი. რა და გინდა? 3 ვიყიდე. პეჩენია, 1 წალი ვიგანა მომიპარა ხუმრობი და ნამდვილად ვაჩუქე. მერე ერთმა ვიღაცა მითხრა, შეიძლება ერთი ჩხირი რომ ვაჩუქო და ვაფშე მეორე ვაჩუქე. მეორეც მოვიდა, მეორეს მითხრა ერთი ჩხირი შეიძლება და ეგეც ვაჩუქე. ხოჩა. ამისგან დამჩა ლობიანი შეჭმული ჩემი და 2 პეჩენია. ჩემი საყვარელი. რა კარგი სამი მქონდა, სამი პეჩენია. გინდო და ამდენი ბიჭო რატო იყიდე? შორიდან გაიგონა უკვე. პარკის ხმა ნახე. ნახე როგორ ზუზუნებს. აბა მიდი. ახლოს მიდი და უჩხრიკინი აბა. ნახე. დარბის. მაჭამე გადმოუყარე რა იქიდან და მე ხელები დაიბანე. იქიდან გადმოუყარე. ან აიღე და იქ დაუყარე. სად? აი იმიდან მისკიდან. ეგ ბოლო დროს მატკენს უთიც. ბენს?
ხო სავით. იქბეს სენ იყბინები ბიჭო კი არა და გოგო. ბიჭოს რატო გეძახის? ბოლო დროს ძალიან მათგე. რატო ყბენ, ჰა? რატო ყბენ? აი ესე გინდა სენ, აი ესე გინდა, ესე გინდა. რატო ყბენ ჩემ გოგოს ნახე საჭმელს გაძლევ, შენ კიდე ყბენს, მაიმუნო სენ. სე პატარა მაიმუნო შენ. ხელა ისენი აქ რა ქვია. კიდე ჩაუყარე. კარგია ხო საჭმელი? გადაეჩვე მაკბენას თორე რა ვიცი რას გიზავს შენ. როგორ შეიძლება? პატარა თითუნების ყბენა. გონი იყოფადე. სულ ცოტა აი. ნახე. ერთიც დაგივარდა რაღაცა კიდე. სემჩკო. მაიმუნი. აღარ უკბინო ჩემ გოგოს შენ. დაიმახსოვრე მისი სუნი და აღარ უკბინო. ბრაზო. აღარ გააბზო. დე წყალიც უნდა დაუმთავრდა წყალი. დაუსხავ. ახე როგორია? რა არის? არ ვიცი რაც ის საჭმელია. ის რაც გავხსნა. იცის თხილია. მაგასაც ჭამს. წყალი დაუსხი მიდიდე. დაუსებ? კი, აუცილებელი. მადლობა, უთხარი მადლობა. უთხარი მადლობა. მაიმუნის. არაფერს არ გაყიდინებ, არა. როგორ ისწავლა ბოლო დროს? დაუმალო. ჰა? დაუმალო ყულავა. კლიჩკი დაუმალო მაინც არ გააღებს მაშინ. არა, დედა არ მივცემ ფულს და ეგ იქნება. არა, უბრალოდ არ მივცემ ფულს. მე კიდე დავმალავ. ეხლა გამოსწორდა ამინდი, ეგ არიც აღარ არის. არის. სულოდნაო. ეგ ნიავია, ხარი არ არის. რაღაცა მომიტანეთ? მაინტერესებს. არაფერი. გეუბნები. კარგი. მოგორდა პაპატკრავაძე პრაჩიმნა ნაში კუშნა. იქ რა ქვია, მარწყი რომ ამოიტანი ძალიან გემრიელია, გავრეცხე და ჭამცე. ხო. წავგამრა. მე დავინახე რომ ის მარწყი ძალიან კაია. ხო, გემრიელია. ერთი რას საკეთებ? ერთი რას მაიმუნობთ, ერთი ვიცოდე რას მაიმუნობთ. ერთს არ შევჭამდა. მალე. რა ვიცი. არ ვისწავლი ლექს, უბრალოდ აი 10 ჯერ წავიკითხავ ამ ლექს. დაისწავლი თუ 10 ჯერ წაიკითხე. და სწავლა? ვერ გავიგე. 10 ჯერ წავიკითხე. და 10 ჯერ წაკითხვა და სწავლა ერთი და იგივეა? ჯომაშუ. ხო რა არ ვისწავლი. არ ვიცი თემუკა, მე დედას უთხარი რომ არ ვისწავლეო. კაი. მე არ ვიცი შუაში არა ვარ. დედას დაურეკე და უთხარი შეიძლება არ ვისწავლო თუ გეტყვი შეიძლება. ხო, ეგეც მართალია. დაურეკო მე. ხარი ლექსი მაქვს ასწავლია და ვისწავლო თუ არა? მე ვისწავლი და მე ვუყუროთ სლოვაკეთს. საღამოს კიდე. ხო და მე ვიქნებ მასულები იქნებიან და პარასკევს დავიწყოთ. ანა რა წუთში მოვლენ? 2 საათში. რა წუთში 2 საათში? შენ ადრეა. ჩემი პატაია. აბა. არა, დასაწერი დაწერე. მათემატიკა დაამთავრე? რა? მათემატიკა დაამთავრე? ხარ სკოლაში მიყავ? ხო და მიდი უცებ დაწერე ქარ. ჩვენ თვითონ არ თქვი ძალიან პაწიაო. ხარ სკოლაში? არ ვიცი, ჯერ სავარაუდოდ კი, ჯერ არ ვიცი. აი, მე ნუ მიგვრები. ვის უმზადებთ საჩუქარს? თეონას თუ მე? მილენას. მაგრამ მე რო დაბადების დღე არა მაქვს ისთვის მინდა. მე გალაში ვზივარ. იყო. რა იყო? ნუტირი ხარ. საპონი დაესხა. და კიდე რაღაც.
ყველში ხوار და მისხი. მადლობა ღმერთს, რომ ყველში არ დამისხი. ვაიმე, აი რა გინდოდა, რას მაიმუნობ, რა გინდა. კაი არა უშავს ეხლა რაღა. გამოდი ეხლა მაქედან. მეტი ფერი არავა, კიდევ კარგი ყველი გადარჩა. ის მაინც ისწავლა რა უნდა აი ეხლა ამას რა უნდა უყო, ჰა? თელი ჟელე გადმომისხა. გამოიწიეთ ეხლა, გამოდი. კიდე. ვიცი, მადლობა. აი ამასაც არავინ გეჩხუბებოდა. ბოდიში მოიხადე. გეჩხუბებოდი, მაგრამ აზრი. ჩხუბის აზრი მითხარით თორე, ჰა? ჩიფსი გადმოვარდა თუ გუშინდის იყო. აზრი მითხარით ჩხუბის, მაინც ერთი და იგივეს აკეთებს სულ. კაი, ბოლომდე მაინც არ გადმოეს. ეხლა ამას რა გარეცხავს? ამას რა მოიღებს ეხლა? წადი, ხო, წადით. რაღაცას ვიზავ, არ მინდა. და რამდენი Главное позитив. თორე ხა თუ გავბრაზდი. თუ გაბრაზდი არა. თუ გავბრაზდი ეხლა, მთავარია. ყველას ცუდი ხაზია. მთავარია პოზიტიურად. მთავარია პოზიტიურად. ამასაც დაადე რა. დღეს ეს გადმომეხაბარავე. ჩუმად გავწვიდე და ვერავინ დაინახა. всё, არამდენი საფეთქეს აღარ ისაქნე ხა მაგას. არა, ბევრია. ვაიმე. მელოდების ჩვენებს ჯერ არ მოვიდნენ და აი ესეთი წვიმა დახვდებათ. შეხედეთ როგორ წვიმს. არ ვიცი და ის სადღაც 1 საათში ალბათ გზაში კი არიან, მაგრამ ძალიან ცუდი ამინდი დახვდებათ. ნუ რა ვქნათ? სხვა გზა არ აქვს, ეგ არაფერი. როგორ აბრახუნებს? ვიშაზე აბრახუნებს? ვიცი. აი დღეში 500-ჯერ შეიცვალა დღეს ანუ. და იმის ხმა რატო ავიდან ბოთლს ღუნავენ ესე. აჭერი. აი ზემოთ რაღაცა არის ალბათ პლასტიკავი და იმაზე აშუება. აწვიმს იმას და აი მე თან როგორაც ივდება ხოლმე უცებ როცა წვიმა არის. აი მე ჩვეულებრივი ზამთარია. გავიქეცით შიგნით წამო. მაგი დასწრებ. აი მეგობრებო დავიწყოთ. ხაჭაპურის კეთება. დედა ნის დავყარო. თუ ჯერ არა. აი არ დამიყარე თუ გინდა სხვათა შორის მაგრამ წინ საფარს გავიკეთე. მიღებ. ქული დავყარეთ. წინ საფარს გავიკეთე. კამიდან დაგეხმარები და აჰა გამეხმარებს. სანდორი არ უნდა. სო, თუ არა. როგორი წვიმა. სულ ცოტა ხა. რა უნდა ამ წვიმას. всё. ეხლა 5 წუთში პატარა აპოკალიფსისი მომიწყეს ბავშვებმა. ერთს მელანი დაესხა იატაკზე და პირში. და პირში შეისხა. მეორემ კიდე ომში. რაცა? თელი ჟელე გადმომისხა. აი აქ ძალიან ბევრია. კიდე. თელი ჟელე გადმომისხა. და ეხლა არ ეჩხუბო. ხაჭაპური, შენ არ გიყვარს? როგორ? ხო. ხო, უცებ წამოვიდა. უცებ დას. ასე. ზაფხულივით კარგად გავაყრეთ. შენ გიყვარს ფენოვანი ხაჭაპური? კი, ძალიან. ძალიან გიყვარს. ნაყიდი უფრო გიყვარს თუ სახშირობი? ორივე. რასაცხო ხაჭაპურს? ხოჭ. ისალომეს რაღაცა დავახვედრო. თუ ეკნება მადა საერთოდ. რასას ჭამდა. მე რომ ელაპარაკი არ ვიცი სადავართო. ეთქება დავდე მაშინ იქავართო. გორთან ვარ თუ სადღაც. მას გამოცდი ხარ რა ქვია.
რა იყო? ეს დავწერე და კაია. ჩოხატავს ლამაზია. მე რო დავეკე και დავასტოპო თუ ჯერ არა. ენა რომ დაწყებულიყო მე წამოვედი ხო გასწავლოიდები ხო. არისო და ეს არის ვისაკეთე. ბევრი ვახმოდის ფილი. და მე ისე უნდა გაშალო. მინდა ბევრი ფილი არაფერში არ გჭირდება. ამას ზომაო. არა, წინასწარ არ გამიზომია, მაგრამ მედია თვითონ ყველი არ იქნება ძალიან მარილიანი. ხუთასჯერ შეიცვალა დღეს ამინდი, 500-ჯერ. რა ამბავია. 1 კილოვანი მოვიდა, გასული იყო და მე ტერელი ყოფილი ეს გოგო და აი ამ კუთხეში კიდე. რისაც ამბები ხერიცდა. რა ხდება აქ? ეს პოპულისა. ეხლა ზევით ვისაკეთებ? ნაწილად კეთებ. ბერაბერ. რავი, პროსტად გრძელი გააკეთო, მერე კიდე ყველში ჩადებ ნახევარზე და მერე მეორე ნახევარს ზევით დააფარებ. მართლა? ერთად გაკეთებულს. მართლა? როგორ არიან თქვენი ქათმები? ვაი, სამანი გასწრებით. ისავისი არიან. ისე. ისავისია. დანარჩენ სეზარებას სიარული. და რომელი ვიტამინიც უნდა ვიტამინია ის არ იყო. ამპულა ვიყიდე 2 წელი სხვადასხვა იმაშია გასაცნელი. დაუსხიდა აქციეს და მაღაზიიდან. უნდა დაიჭიროთ ალბათ და შევსხათ პირში. თუ ასხავ. ყოფიებ და ვასმები მორს, რომელიც ვერ ხდება წყალს. დანარჩენები სვავენ, მაგრამ აქცევენ. მაღაზიიდან წავ. ყოველ შალვარი აპარატებზე მოეთებოდიო. მთელი სუტკა უნდა ყურადღება. რომ აპარატი არ გამოერთო. გუშინო გაგვიფუშტო აპარატი დღეს მოუყანია ცალკე. გაგვიფუშტო აპარატიო და რაო თემკო. კიდე გისხა? დაგისხარა. ოი ხო, დაგიყარო. ერთხელ გამოვაწყე ფენოვანი ხაჭაპური. ერთხელ კი არა, ვაწყობ, მაგრამ მას იმას უნდა თვითონ ვაკეთებთ. ეს ნახილია? ხო, ეხლა. არაკეთაი. ხო. მაცივარში. ანა, დედა ერთ საათში მოვა. ხო. ია მოვიდა საჭიბრით, ჩემი ხაჭაპური არ მეჭამეს, მე შოფერს აჭამესო. შემეკითხე როზა გუჯიჯიანს, ის იყო წასული ექსკურსიაზე და შოფერს აჭამეს, რომ ლამაზი იყო შენი ხაჭაპური. არა, ყველა შოფერს აპერაჭამეს, რა ვიცი. ერთხელ კიდე პერაშკენი ჰქონდა წაღებული და რა არიცი, მე არ ვიქებ ჩემ თავს. აი ხანი არ განიკეთებია, მაგრამ კაის ვაკეთებდი. ხო და უყვირდათ, ნუ რა ლამაზებია შენი პერაშკები, შავი გამოდისო და შავი გამოდის ნახვალ იმაში რომ გააკეთებ ზეთში. ხო, ამბია ქვილს თუ ჩააყრი, რომ მიეწובה ის ქვილი. ექსპერტაში ვიყავით მაშინ. მაშინ ლევანის ვახტი. აი ხაჭაპურს ასოცა შევი არ ვიცი.
მეორენარი ხაჭაპურს ხო. თავის მუზეუმში. ხო. არა თქვენები კაი საწყობენ. ხო, კი. და ჩემიც დავიცი. წავიდა. ვიცით ემკა ბარე. დოულეკა. სადღაც გავიწვიდა და ვიცი. მეორე მეზრე გამიფუშდება მისი. ვერაცხელია გიჩა დერუსულად ხვიჩა როგორ ითქმება ჩვეულებრივად სახელი არ ითარგმნება. რაღაც ვიდეოში რაღაცნაირად ამბობდნენ კვიჩა არასწორად ამბობენ და იმიტომ. ვერ ამბობენ. ჩემი ლიზაშვილის შვილი ბელარუსები რო არიან. ხო. იმისი კვიჩ შვილი ქვია ოლიგო და ბელარუსულად ალიკო. ვამბობთ კი ალიკოს და ჩვენს იმაზეო ესე გამოითქმისო. ალიკო. ახლა ვეკამბო. აი ძალიან ძვირია სახელის და ქალაქების და ქვეყნების კიდე ის. უი, ის ფონდად რომ გიხდები. ჩემ წერტეონა ჩამოვიდაო. ერთ საათში მოვა. როდესაც მოვა მაშინ მოვა შეიძლება იცი რა თემუკა ვიღებ მარე ხარ თუ ხია შემთხვევით მიიღო ხელი. ხილათი. დე შეიძლება ის ხინკალი გავაკეთო ოღონდ ყველით ხინკალი ყველით. აი ამით ვარენი. ჰა შეიძლება. არა მაგით? ხო აი ამ ხელით მეტი არ მინდა პატარა მინდა ძალიან ერთ კიდე ერთი ნაჭერი ხაჭაპური გამოვა. აი ამით 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 არა მაგრამ. ამ ხნდა უყო უნდა ნახარშო. არა ამაში ჩადო და გამოჩხება შეიძლება ვერ ჩავდეთ მაგრამ. ის რო ყველა ხაჭაპური რო გამოჩხება მე მეორესთან ერთად ჩავდეთ. კაი თუ ჩაეტევა ამაგონეს რას ჭირს? ახლა ტელეფონის ჩატაზე ვაშერტებ, დამდეზე მათ შეერთებულიო. რანაირი მიზეზია დამტენი იქია რა არც მეთქმა. თევოსი ახალი არის ცეცად არის? წეგან მითხრა გორთან ვარ თუ ერთი 20 წუთის წინ. თეონა რა ლამასიხა არ გადავიღალა და მე დავდიებოდა. ეხა შენ როგორი დრო გაატარე გაციებულო არ გადავდო. ჰა? სახეზეც გეტყობა რო გაციებული ხარ ალო სახეზე გუქი ხარ რაღაცა. მეტად. საგარია აი ბავშვებმა ეს ყველაფერი თქვენ ბავშვებმა რაღაცა მაჩუქეს თეონა საკეთი არის ზუსტად. ენა ოფშიე. შოპშე. შოპშე. აი ტიბე. ბაი მადლობა ავა. ასასაცილოები
მეც გაკოიცო. მადლობა. 16 წლამდე დახვედე. თვითონ წავიდე. ლიბრეში. მადლობა ბავშვებო, რა გქონდათ? ლევანი მგავს. ლევანი მშილებაო. მადლობა დედა, როგორი საჩუქრები გვაჩუქეს, როდის ამაკ დაბადების დღე ჯერ არა მაქვს. მე რა. მარილი და საფეთკი. მარილი და საფეთკი. Это додома. Я дома. მადლობა დედა. Я дома это. მადლობა.